სცენა პოდკასტი, კი არა და ზოგადად პოდკასტი ეპიზოდი კადრი პირველი, დუბლი პირველი. ეს რატაში იყო ერთხელ გატაში კარგად. არა. ერთმანეთში. ფილარმონისტაში. ხოიც როგორც ხდება. კი. ოჩას რომ უკეთებდით. მე არა. კი, სტუმარი ხარ. არა, მე ჩვენი გადაცემის ის მუღამია ერთი, ორი. ორი იყო, ერთი. აუ, ისე საერთოდ არის ინკი საჭირო. აი, კოკოჩი სულ ხო. ხომ არა, ჩემისებო ერთხელ და ნელა. არა, ხო, ძალიან არა, რა. როგორ შეგვიძლია დავიწყოთ პოდკასტი? ანუ ცენ უკან ზად ვარ? აი, ორი წამი მე ვარ ღამის მონაწილეების ზედესული. მაგარი იდეა, ღამის მონაწილეები ორი. მოდი საბავშვო ბაღების გამოსაშვები კლიპები ნეტო. ალექს, რა რამე იბუპროფენი ხო თან გაქვს? მოგესალმებით. ჩვენ ვიწყებთ მონადირეების პოდკასტის ციკლს. ეს არის დაჩერე. კაი. და აქეთ არის ყურო, ანიკი. მე სადაც მინდა იქ ვიყურები. არა. მოგესალმებით. ჩვენ ვიწყებთ ღამის მონადირეების პოდკასტის ციკლს. ეს არის პირველი გადაცემა და მასპინძლობს ბარის სახლი ბაქოს ქუჩის 20B ნომერში. მადლობა ბარ სახლს. ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარს სანამ გაგაცნობთ, მინდა შეგახსენოთ ჩვენი თავები, ბატონი მიშიკა, გამარჯობა. ბატონი გიორგი და მისი აღმატებულება ლასარ სტუდიოს დამფუძნებელი გიორგი ლასარეიშვილი. და სერიალის რეჟისორი, რომელიც და ასევე სულის ჩამდგმელი, რომელსაც ბევრი რამე ეკუთვნის ამ სერიალისთვის. მადლობა მას გადავხატოთ ხალხო. უბრალოდ კარგი ადამიანი, შეგვიძლია ასევე კარგი ადამიანი, კარგი ქართველი ვაჟკაცი. გიორგი ლასარეიშვილი. ამოგჭრია. როგორ ხარ გიო? ფანტასტიკურად. ისე პროსტა კითხვა გამიჩნდა მაინც ეს პოდკასტი არ გვიფინანსდება მეორე სეზონი და მონადირები პოდკასტებზე გადახვედით. არა, რატო პოდკასტები საინტერესოა, აი საინტერესო თემები უნდა შევთავაზოთ ხალხს, ჩვენ ფანებს, ჩვენ მაყურებლებს და ასე შემდეგ. ხო საინტერესო ხმა აქვს ისე პირველად ზოგმა პირველად გაიგო მისი საერთოდ. ჩემი ხმა რო კარგად გაიგეთ, ბოგიმ ვერ განავრცო. უნდა მოხვიდეთ ხოლმე ამ ბარში, ბარ სახლში, სადაც მე მაქვს ხოლმე ლაივები, ჩემი ლაივი მუსიკით, მე მღერი ზოგადად ვინც არიცით. მობრძანდით, აქ დაგხვდებით. ხანდახან მაფიის სათამაშო გაჯერება დაგხვდეთ. სადაც სპორტული მაფია დადგება აქ საერთაშორისო დონეზე და მობრძანდით აქაც ჩვენ სპონსორებთან. ეხლა ბატონო გიორგი. პირველ კითხვა შენ დავსვა თუ ედავს? ღმერთო, აი უკვე ხო ნერვიულობ პირველ რიგში. აი უკვე პირველი კითხვა აი რო წავიდა ეხა იმაზე ხო, მაინც გეტყვით რადგან პირველი გადაცემა ესე თემა არ გვაქვს რა არჩეული, ამიტომაც ვიტრიალებთ გიორგის მონადირე. ხო, რა და გიორგის ირგვლივ ვიტრიალებთ ამ შემთხვევაში რა. მზად ხარ პირველი თემა? კი, რა თქმა უნდა. თუ ჩახედილი ხარ, ვიციოთ თან ჩახედილი ხარ ამ თემაში, აინტერესებს რა მნიშვნელობა აქვს დედამიწისთვის მზის სხივების გამოთხოვნას და რამდენად საშიშია ის ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ. და რას ამბობს ამაზე უნგრეთის ლაბორატორიის გეოფიზიკოსები. დიახ. და კომუნიკაცია ხო არ ქონია დაბასტუმის ობსერვატორიასთან. ან როდის აპირებთ თუ არ ქონიათ? აი ხარო დაგერები თორემს. სერიოზულად მეკითხე. არ გაგფასო, არ ხარ კომპეტენტური? აი. ეს იყო მოკლედ როგორი პირველი გადაცემა. ანუ მომზადებლად რატომ? მოკლედ. მე მოვედი მოუზადებლად დაგერებით ხა ორივე. გოგი, ერთ წამი უთხრათ ხალხსაც უთხრათ, რომ ჩვენი წესი არის ეს. არაპროფესიონალი თან მე არ კითხვა ყველა სტუმართან იქნება რენდომ. კაი, მეც გამიმეორე მაშინ კითხვა, ერთ წამ. არა, ამას ვეღარ არა, ერთ წამ გამიმეორე. კითხვის ავტორს მიმართ. თუ არ გაგცე პასუხი აგებნახე, მიდი.
მასო იქნება არ ვიცი ხა ხო იცი. ხო, რაღაც ან აქვს. კი, აბა. აი ერთი წამი მაგას თავი დავანებოთ რა. გადავიდეთ ჩვენ თავარ თემაზე, რისთვისაც ვართ შეგრებილები და რისთვისაც ვიწყებთ და სიმბოლური არის, რომ გიორგი არის ჩვენი პირველი სტუმარი. ხამის მონადირეების ჩვენ პოდკასტს ქვია მონადირული პოდკასტი. მინდა რომ გაიგოთ ეს ხალხო. მონადირული ხალხი ვართ. ახოთნიჩი არა, ახოთნიჩი რა. ბოდიში, კაისო, ბოდიში. მუსიკები არ გვინდა აქ თუ შეიძლება. მონადირული პოდკასტი ვართ. მე და ბოგი ვიქნებით წამყვანები ყოველთვის. ჩემი და მეგობარი. ბოდიში გიორგი. და ჩვენი სტუმარია გიორგი ლასარიშვილი. ჯორჯ ლასარი, ხალხისთვის ნაცნობი, რომელიც დიდი ხანია და ამ სფეროში არის, იღებს კლიპებს, სცენარსაც კარგად წერს, რეჟისორია და მოდი მოგვიყევი ზოგადად შესახებ პირველ ჯერზე. ვინც არ გიცნობს, ისინი ვინ ხარ და რა წარმოადგენენ, ხო, რა მარტივად. არაფერს განსაკუთრებულს. ხო, რავი, მოკლედ ვიღვიძებ. კალაკიანი პური ჩაი. ნუ რამდენიმე წლის წინ დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის და უნივერსიტეტიდან მოყოლებული გადავწყვიტე რომ შემეკრა გუნდი და ამ გუნდს გვემუშავა ჯერ თავიდან კომერციულ დაკვეთებზე. მაგრამ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო რომ გადამეყო მხატვრული ნამუშევრები და ერთ დღესაც გუნდს შევთავაზე, მოდი გადავიღოთ რაღაც მხატვრული ნამუშევარი მეთქი და ეს ორი ადამიანიც იყო ამ გუნდში და გახსოვთ პირველი ნამუშევარი იყო აბსოლუტურად სხვა სერიალი იყო. არც მახსოვს სახელი რა ქონდა. ამნეზია, ხო. რაღაცა კრიმინალური დრამა იყო თუ რაღაც ესეთი, რომელიც არ გამოგვივიდა რა. არ გამოგვივიდა რა, არ დავამთავრეთ, თორე არ დავამთავრეთ, ხო, რაღაცა კარგი გამოვიდოდა, მაგრამ ეთქვა რავი, გულით არ მოვიდექი, იმიტომ რომ არა. მე როგორც მახსოვს ამან არა, მაგრამ ჩვენი დროინდები ერთი სიტყვით სიმართლე რო გითხრათ, გულით არ მივიდექი მაინც და მაინც მაგას, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ არ იყო ჩემი აი არ იყო რა ისეთი საინტერესო ჩემთვის, როგორც ვთქვათ, შემდეგ რაც მოვიდა და ეს ხო უკვე მონადირეები. ნუ მონადირეებზე კი მოგეხსენებათ, თავიდან პილოტი გადავიღეთ და მერე გადავწყვიტეთ, რომ გადაგვეღო სრული სეზონი. ნუ გადაობა ის არის, რომ პილოტი გადავიღეთ, იმიტომ რომ სრული სეზონის დაფინანსება გვეშოვა, ვერ ვიშოვეთ. მერე სრული სეზონი გადავიღეთ იმისთვის, რომ მეორე სეზონის დაფინანსება გვეშოვა. მაგასაც ჯერ ვერ შოულობთ. მერე გადავიღეთ სპეციალი, რომ სრული დაფინანსება გვეშოვა, ვერ ვიშოვეთ. მე დავიწყეთ პოდკასტი, რომ სრული დაფინანსება გვეშოვა და გაიქნება შემდეგ. მერე გავხსენით OnlyFans-ი, რომ სრული დაფინანსება გვეშოვა, მაგრამ ყველა მარა მე წინააღმდეგი ვიყავი. მე არ გამომივა თორე. დავფიქრდება. მე დავრჩი მაგ. კი ბატონო, არა, პროფესიონალი მეძე ვარ. მონადირეების OnlyFans-ი ძალიან კარგი. საინტერესო იქნება კი. ბიჭო, მე რა მაინტერესებს, იცი, ღვიძლი. მანდ დუბლიორები ყავს. კასკადიორები. ნიგმებში ვერ გაარკვევდა. ღვიძლი შეგჭაშე. ღვიძლი კი შემჩა რატომ? ეს მე ვიცი რომ ღვიძლს აქვს კარგი ფასი შავ ბაზარზე, რამერო ის იყოს რა. თან აღდგენადია. მოიცა ერთი წამი, სანამ მაგაზე გადაობას დაიწყებთ მაყურებელი უკვე თვეებია ელოდება ჩვენგან რაღაცა სიახლეს და ხომ უნდა უთხრათ არა? რეჟისორი ხარ შენ ამ სერიალს და შენ გითხოვთ ამ. არა, ჯერ ცოლი არ ყავს. ეგ რატო თქვი, მაგრამ კაი რა. არა, რა ვიცი. ამ სხვა რამე საუბრობ. და ამას ყავს. ამას ყავს კი. აგერზის ისეთ ქორითალები. აგზის და ანუ გვანიშნა დაჟე იმაზე თქვი. ანუ ამიტომ ამას ყავს. ბეჭეც ხელი არ მოაფარო. ალიცო აჩვენე ბიჭო, სად არის? ხო. თუ ჩემი მეუღლის TikTok-ს ადევნებთ თვალყურს, ისიც ხშირად ჩდება ხოლმე კი. ჩემ ხარჯზეა ნახე. ფოლოვერები შენ ხარჯზე ყავს. საერთო TikTok-ი არ აქვს. ხო არის ხოლმე? გიორგი ანა, გოჩა ლეილა არა მეგეთი არ. საერთო არ ვიცი რა. იმისი არის. იმაში ჩდება. ლაპაძის ძვის საკაბამე. ხო, ასხათ შორს კასტორის ცოლის TikTok-ი. აჩვენს ლაპაძის ძვის საკაბამე დასაგემოვნებლებრივი გქონდა ჩვენ და შენ სხვა შეგვიძლია კი დიდი ხანია მაგას ვლაპარაკობთ. და ჩვენ ტურნე გვაქვს მოსაწყობი. როცა დაფინანსდება მეორე აზარი არა. ჩვენ ტურნე გვაქვს მოსაწყობი, ხო გახსოვს კიდე. ტურნე დიდი იქნება. რაც შეეხება მეორე სეზონის საკითხს, ესე იგი არც ისე არის საქმე რომ გვიხარია, არც ისე არის საქმე რომ წუხვართ, ხო.
ჯერჯერობით ისევ არა ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს სპონსორებთან მოლაპარაკებები ვამზადებთ გარკვეულ პრეზენტაციებს გარკვეულ სინოფსისებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მალე დაგიბრუნდებით კარგი ამბებით ჩვენ ყოველ შემთხვევაში ფარხმალი არ დაგვიყრია არ წვრით და ვაგრძელებთ შემართებით რომ ეს პროექტი შედგეს იმიტომ რომ ეს პროექტი უნდა შედგეს პირველ რიგში იმიტომ რომ ამხელა აუდიტორია ყავს და ითხოვს ეს აუდიტორია წყალივით რომ გვინდა მეორე სეზონი და პირველ რიგში ხო პირველ რიგში თქვენ მაყურებელს მადლობა და თქვენ გამო არ ვნებდებით უკვე რავი ერთი წელი გადის რაც სპონსორებს მე პირდაპირ არა ჯამში 2 წელზე მეტია რაც მუშაობთ ხო ზოგადად ეგრე მაშინ ჯამში 3 ანუ პილოტიდან მოყოლებული მონადირეების პროექტზე მუშაობთ 3 წელია 3 წლის და პოდკასტამდე ეხლა მოვედით ბიჭ არა პოდკასტის იდეა ცოტა ადრეც იყო მაგრამ არ გვეცელა არავის და ეხლა მოვიცადეთ 3 წელი ბიჭო ხო არა დიდი დროა მე ასევე მინდა რა ვთქვა იცი რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ მაყურებელს ჩვენ გულშემატკივრებს რომ მე არ ველოდი ესეთ ხარდაჭერას ბადგან რო დაამთავრდა სერიალის წარმოება მეორე დღიდანვე ქუჩაში სადაც უნდა გავიდე სულ მოდიან სულ მეკითხებიან აბა როდის აგზელებთ აბა თქვენთან ვარდითი დაგეხმაროთ რაღაც როგორ გეკითხებიან გელაპარაკებიან თუ ეს ჟესტები არა მელაპარაკებიან კი არა მე რო ველაპარაკები მაგრად უკვეთ მაგაზე მე მაგ რაღაცას მოგიყვებით ერთ-ერთ ბარში მღეროდი და იქ რო პირველად გაიგო თუ ჩვენი ფანი აღმოჩნდა და პირველად გაიგო ჩემი ხმა რომ მღეროდით და რა სახით მოდიოდა სასმლით ხელში და რო გადმოასხეს ეს ველა ერთ სამგე ისტორია მაგარი ისტორია მაგარი თუნდაც ჭიჭკიტე იმადაგია რა ხო რამდამია რა არის ზეგა ნაშენ მეგრული არის ხო ჭიჭკიტეები მეც პირველად გავიგე სიმართლე გითხრა ლექსიკონის სპონსორია მიშა ჭიჭკიტეები აი აქ მინდა ის ჭიჭკიტეები განმარტებით თუ შეიძლება მონტაჟის დაუსვა მე მაინტერესებს სერიალზე საიდან წამოგივიდა იდეა საიდან წამოვიდა ზოგადად იდეა და რა გადაიტანე ამის განხორციელების დროს ხალხმაც არ იცის სადღაც შეიძლება გააკმოყოლილი, მაგრამ ჩვენთან სხვანაირად შეგიძლია მოყვე. ეს მეგობრული პოდკასტია ძმაო და ანუ ცნილია? კი და ცენზურად შეგიძლია. კი, მიდი. ამათი, აი ესე შეგიძლია რა. არა, მართლა საინტერესოა, ხალხს საინტერესებს ხა როგორ მოვედით აქამდე როგორ ვიშრომეთ და. ჩვენს გვაინტერესებს შენი გადმოსახედიდან ეგ როგორ იქნება და ცუდი ხალხი ვარ ჩვენი ხალხი. ხო, საიდან წამოვიდა იდეა, ნუ მე და ჩემი გუნდის რამდენიმე წევრი ადრე დავდიოდით ესეთი ადგილი არის ახალგაზრდების თეატრია, მოზართა თეატრი თეატრალი არტოს ბაღში. იქ არტოში. არტოს ბაღში მანდ დავდიოდით თეატრში. ნუ ახალგაზრდებისთვის არის რა, ვისაც სულს რომ სამსახიობო ოსტატობის პირველი ნაბიჯები შეისწავლოს და მანდ დავდიოდით და იქ რა ვიცი, ბავშვობიდან რაღაცა ინტერესი მქონდა ამ კამერებზე და პირველად ახლა კამერას დავიჭირე ხელში, რაღაცა გადაობებს ვიღებდი რა. მე რავი, ვიფიქრეთ რომ გადაგვეღო რაღაცა ხატრული ნამუშევარი. და ეს ხატრული ნამუშევარი ცოტა ისეთი უცნაური თემატიკის იყო რა, ანუ ვიღაცა მანიაკი არის, ნიღბიანი ტიპი არტოს ბაღში, რომელიც იქაურ ბავშვებს იტაცებდა რა. მართლა და დავარქვი საშინელება არტოს ბაღში. როგორი ორიგინალურია? ტრილოგია გადავიღე მაგისი. ვაუ. დიახ. ეგეც დრაივზე ხო გაქვს შენახული? მაქვს შენახული, მაგრამ კარი რო ამოვანასო თუ შეიძლება. მე რა ნახი მაქვს. აი ეს საშინელება არტოს ბაღში. არ გაგიხსება, არ ჩაგიგდებთ არავის, იმიტომ რომ კრინჯის რაღაცა აი სტრატოსფერული დონე არის სადღაც. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა ის როგორი შეცვლილია ახლა იმის მერე მე მაგრამ ნახი ხალხო აი ესეთი. პატარა გამხდ ჭხირი გრძელი თმებით ეს. გრძელი თმებით მაიკლ ჯექსონის სტილში რო ბაძავდა და მაიკლ ჯექსონი და თემები. სხვათა შორის წვეკვავდი კი. ესპანეთებიდან ახალი ჩამოსული. კი, ესპანეთები ახლა ცოტა ახალი. ცოტა ახალი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა გადაობაა მაგის ყურება. ხმაში რო ჯერ კიდე ესპანური აქცენტი ურევია, ეგ არის ძალიან გადაობა. ხო და წარმოიდგინე. მიგილებს რომ 14 არა, მეგრელი არის იდეაში. 14-15 წლის ასაკში გადავიღე ეგ სამოყვარულო ფილმები და ეგ იყო პირველი ნაბიჯები და ჩამჩა მაგის მერე აი ეს რაღაცა ნიღბიანი ტიპები, მისტიკა, ეს და ასე შემდეგ. და დაიწყე სკოლის კლიპები.
რა გვაცინებს მეც მან დავა რა მნიშვნელობა აქვს ეგ იყო ეს თორში მეც ვარ. ეგ იყო შემოსავლის წყარო ჯერ მაკედონიაში. ეხლაც არის არის, დიახ. ბოლოს არის თუ გნებავთ ლასა სტუდიოს მიწერეთ. და აი ეს რო ჩამრჩა, რავი, მე ის სერიალი რო არ გამოვიდა და აი რაღაცა განსხვავებული საინტერესო რა შეიძლება გავაკეთოთ, მოდი ისევ ნიღბების თემა, ისევ მისტიკის თემა და ასე შემდეგ. და ბოლოს გონია ერთი რაღაცა უნდა თქვა. ვინმეს თუ გონია ეს სერიალი მეორე სეზონში რო გაგრძელდება რომ მე ისეთი ჩვეულებრივად გაგრძელდება როგორც პირველ სეზონი არა. მეორე სეზონი იქნება სიგიჟე. მეორე სეზონში ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი გვეყოლება, ეგრე არ არის. და ჩვენ მოვისმინეთ პირველი სეზონზე რა ითქვა გავიგეთ ყველაფერი, მეტნაკლებად ჩვენც ვიცოდით რა გავითვალისწინეთ. რაც მთავარია. ხალხის აზრი ჩვენთვის პრიორიტეტია, რა თქვა. ჩვენ თვითონვე გვინდა რომ ჩვენივე პროდუქტი კარგი იყოს რა პირველ რიგში რა. ჩვენ არ გვინდა რომ უბრალოდ რაღაც პეპლები ვიყოთ, რომელიც სამ დღეში აღარ იქნება რა. ჩვენ გვინდა რომ როგორც რაღაც ძველ ქართულ სერიალებზე დღემდე ლაპარაკობენ, ჩვენც რაღაც თაობაში ეგეთივე კვალი დავტოვოთ. რატომაც არა, როცა კარგს ვაკეთებთ რა. და თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება ამაზე და მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი ქართული სერიალების და ეგეთ რაღაცების პონჩი რუბრიკა მაქვს. მაგასაც დავუბრუნდებით. ეხლა მთავარი რაღაც. მეორე სეზონის, ბოდიში მეორე სეზონის პირველი სერიის პირველივე სცენიდან გექნებათ შოკი. ანუ ისეთი სცენარი მზადდება. ხო და მოიც დავასრულო ის რა ქვია. ხო და ბოლოს შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი ჯანდაბას გადავიღოთ პირველი სეზონი ისევ ჩვენი სახსრებით, ისევ ჩვენი შემართებით და დაახლოებით რავი წელიწადზე მეტი მუშაობდით უფასოდ. ენთუზიაზმით. შენი გაყიდული სახლის და ჩვენი მეგობრების მიერ დახმარებული და ჩვენი აგროვებული დახრით. ხო, ჩვენი ბიძების და მამების. ბოდიში თავს. ხო, დახმარებით, ჩემი გაყიდული სახლით, მანქანით. მაგრამ არა სულის გარებით. ხო, სულის არა. სული მანამდე გაყიდა. მაგრამ ძალიან კალის კლიპებზე გაყიდა სული, ხო? მაგრამ ძალიან ისე შემართებით ვიყავით და ენთუზიაზმით ვიყავით, როცა პირველი სეზონი გადავიღეთ. არა, ძალიან კარგი იყო, ეხა ვერ ვიტყვით რომ. მე მინდა დავსვა, მართლა ძალიან კარგი. მე მინდა დავსვა ეხა ძალიან ისეთი კითხვა, რომელიც დღემდე ძალიან ბევრს აწუხებს რა. ლაზარუსი მართლა ლაზარუსია თუ სხვა არის? და არა მე ვიტყვი რომ მოგესწრა. ეგრე არ ხდება თაღო შენ რომ მამული გაყავ დაელოდეთ მეორე სეზონს მაგას. ნახეთ როგორი საკითხია. ლაზარუსის თემა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ხალხს დღემდე არ სჯერა რომ ჟურნალისტი აღმოჩნდა ლაზარუსი. კაი, მოდი დაველოდოთ ხო პირველ სეზონს, მეორე სეზონს, ხო? პირველ სეზონს დაველოდოთ. მეორე სეზონს დაველოდოთ. ღმერთმა ქნას რომ განხორციელდეს. შეიძლება ეგ აღმოჩნდეს, შეიძლება ეგ არ აღმოჩნდეს, შეიძლება მე ვარ, შეიძლება გოგო. არა, ესე დადასტურებულად და არასდროს არ ვიძახდი, ესე დადასტურებულად რომ აი გინდა თუ არა ჟურნალისტია ლაზარუსი. არც იმას ვიძახდი რომ არა ეს არის ანუ არც გამოვრიცხავ, არც ვადასტურებ. შეგახსენეთ მეგობრებო, რომ ჩვენ ვიყოფებით ბარ სახლში, რომელიც არის ჩვენი სპონსორი და ჩვენი პარტნიორი მეგობარი. აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ითამაშოთ როგორც სპორტული და პრომაფია, ასევე შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა ლაივებს და ივენთებს. ეს ბარი მდებარეობს გაჩედი. ეს ბარი მდებარეობს ბაქოს ქუჩის 20B-ში. მობრძანდით, ვესტუმრეთ და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. ასევე შემდეგი სტუმრისთვის დაგვიწერეთ კომენტარები. ანუ გინდათ იხილოთ. ხო, ეგეც შეგიძლიათ დაწეროთ. რამე კითხვები თუ გაქვთ, ყველანაირ კითხვას გავცეთ პასუხს. ზრდილობის პარკლებში და თქო უნდა კითხვები თუ შეიძლება ხა. ისეთები არის. უზრდელობები ჩემსკენ. მოკლედ, მე მინდა ეხლა რაღაც თემა შევეხო. რაც არ გაჟღერებულა ხალხთან და ასე შემდეგ. პედოფილი. არა. გენერაცია. აია, ეს არა მოჭრა და არავინ. კაია. იმიტომ თქვი რომ არა მოიჭრა. არა, ძირის პედოფილია, გმობთ ზალადობას, განსაკუთრებით ქალებზე და ბავშვებზე ზალადობას. ჩემი მაკრატელი. აი ხა მოკაჭრე იცი რა? ჩემი მაკრატელი. ცხვირს.
არა, წვირს არა. თითს ხო? გმობთ ძალადობას. ხერად. აი ერთი წამის რეზულტებას შეხედავთ. არა ხო, ძალადობას გმობთ ძალადობას პირველ რიგში ეს მინდა აღვნიშნოთ ყოველთვის. ძალადობა შობს ძალადობას. კი, გმობთ ძალადობას, განსაკუთრებით ქალებზე და ბავშვებზე ძალადობას და კაცებმა უბათღუნეთ ერთმანეთს ზღვა არ არის პრობლემა. კარგად ჩაკალაპეო, რა კაიტაში. სიჩუმე აბა ეხლა, არ გინდა. აბა ეხლა. კადრი პირველი დუბლი მეორე. 3 2 1 მე მინდა ეხა მოყვეთ რამდენიმე ისეთი კურიოზი, რაც ხალხმა არ იცის. და კადრის მიღებას მე მიუბრუნდეთ? ხო, რა მოხდა გადაღება. არა, შეგიძლია კადრის მიღებას მიუბრუნდი და მაგის მე გავაგზავნე. კურიოზებზე ვარ. გადაობები უნდა მოყვეთ. გადაობები უნდა მოყვეთ, რაც ხალხმა არ იცის. რაც მოხდა გადაღება. კი, აუ, ამას ისეთები აქვს ჩაწერილი. დაჟე. ნუ სანამ მაგაზე გადავალთ, კადრის მიღმის ამბავი არის, ხო, ანუ კადრის მიღმა ძალიან დაგვიგვიანდა რიგი მიზეზების გამო. სელმეტად სერიალზე დიდი მასალა გამოდგა. ანუ ძალიან დიდი მასალა გამოდგა. წარმოიდგინეთ მთელი 7 სერიის ბლუპერები, რაღაცა კადრის მიღმა რასაც მოიცავს. ამ 7 სერიას პლუს ცალკე კამერა კიდე იღებდა როგორ ემზადებოდით და მთელი კადრის მიღმა რასაც მოიცავს. ამის იქით ცალკე კიდე ინტერვიუებია, ცალკე და ანუ უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ ანუ მაგას სერიოზული ჩაჯდომა უნდა რა, დაახლოებით 1 თვე უნდა იჯდეს სახლში. და 1 თვე არ მჯდარ ვარ მე სახლში. კაი კოვიდი გაკადავდა ეხა ის. კაი ესეთი უსაფრთხო კოვიდი მაგრამ. ხო. მოდი გადავიდეთ კურიოზებზე, კაი? დაიწე მიდი. პირველი ნადირობა იყო ვართ მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ეს პირველი ჩხუბი არის და ანუ თავიდან ცოტა არეულები ვართ, იმიტომ რომ არ ვიცით აი მუღამი არ გვაქვს რა, ჯერ დაჭერილი რა და ეს ორი იდიოტი ზოგადად. თან პირველივე გადაღებაზე მინდა თქვა რომ ლინზა გაგვითხრდა. ხო, ნუ ამოს ახასიათებს რა, რომ აი უნდა ეძებო, უნდა დაიჭირო, უნდა გააჩუმო. რთულის მოსაძე იმას ხედავ და ახლოში ვარ მეც რა, რთული მოსაძე. არა, სხვა რამეს აგე თუ ვერ ხედავ, ხმა გესმის, იმიტომ რომ ვედამოქი სუმღერი. სუმღერია, ბიჭო, ტვინი წაიღეს რა, პირველივე გადაღებიდან მოყოლებული. მე შოკი გინდა, ბაცო ცხალი ხალხი გინდა. პირველი სერიიდან მოყოლებული, აი პირველი გადაღებიდან ის იზრდება. შესვენებას გამოვაცხადებდი და გავიდოდნენ ეს ერენ კიდე მიდიან ღეროდნენ თავიანთვის რა და ერთ-ერთი მომენტია ამათ უკვე თავიანთი პლაშები აცვიათ, თვალები ჩაშავებული აქვთ, ნიღბები უკეთიათ და არიან ჩვენგან გადამღები ჯგუფისგან ოდნავ მოშორებით, ეწევიან მღერიან, ერთ ამბავში არიან რა და გამოიარა ვიღაცა რუსმა ტურისტმა. მიწისქვეშა გადასასვლელით უნდა და სარგებლობა ანუ. ხო, დაინახა ორი მუტანტი ნიღბებით, პლაშებით, იმით და ერთი ტანტი. მუტანტი და ტანტი მაშინ მუდა ტანტი. უცებ მუტანტი და მუ. რაღაცა დაიყვირა და მოხია რა და ეს ორი ხო მისდეს. მოიცა, კაი ტიპები ვართ ჩვენ რო და ის ცალკე იჯობს მაგაზე რომ ვაიმე გამომეკიდნენო. რუსულად და სხვა რო ეძახით, თან ინგლისურად და stop და ჩვენ ეგეთები მივძებდი. ეს დრინი და მე დუბინკი და გაჭერდი ეგეთები ვარ. კაი ტიპები ვარ დუბინკებით ვიზდა. ბოლოს მე დავიღალე და გავჩერდი და მოგით მე და გაჭერდა. მიშოთ გაჭერდა და ბოგისევრება. მიდი დაეწიე. და ერთ 10 წუთში 7 ეკიპაჟი დაგვადგა, რა ხდება? კი, პოლიცია მოვიდა, თვითონ ვინც აკონტროლებს იმ ტერიტორიას, გმირთამადნის ტერიტორიას, მაგის დაცვა მოვიდა. კიდე ვინ მოვიდა? ერთი გედედა და ვდგომია თავად ჯარიან მოსულა ავტომატი ყველა იყო მოსულა. გედედა და ჯარიან მოსულა, ერთი დანარჩენი ყველა მოვიდა. მე ავუხსენე სიტუაცია და კარგები ხართო გააგზავნეთო ეგრე ქართულ პროექტს რო ვიღებდით ავუხსენით და ქართული ყველაფერი კაიაო და ჯიგრები ხავთო და რო ავუხსენით სიტუაცია და რო წავიდნენ მე მომეშვა, მაგრამ ჯერ სად ვიყავი. მერე გატყდა ლინზა. ჯერ სად ვიყავი. ამის ბრალი არ არის. არასწორად გათვლილი, ნუ ჩამოუშვი ხა ცხვირი. კამერის ტრაექტორია. არასწორად გათვლილი, ხო, ოპერატორის მე მომხები რა შეიძლება. ოპერატორის ტრაექტორია. მოკლედ რა, ისეთი თემაა, რომ ბიტით მივდივარ და უნდა ამოვცხო რა. და ერთი ამოვიქნია უკან მომსდევს ოპერატორი და ერთი ამოვიქნია და არ ვარგა უფრო ძლიერად.
მეთქი ოკეია, მეორე ამოვიქნია, არ ვარ გარა უფრო ძლიერად და მესამეზე მეთქი ამოვიქნევ რა. ოდობა, ეგ არის რომ ეგ ყველაფერი არის რეპეტიციის დროს რა, რომ რეპეტიცია და არა უფრო უკეთ ხო, რა, ვინმე- პირველი ჩარეკვა რაც იყო რექს რო დავაჭირეთ. თურმე რავი ხა მე რო ვიცი რომ იქიდან ნათქვამია რომ კარგად მოიქნიე, თურმე ოპერატორსაც გადაუწყვეტია რომ კარგად მოვიდეს და მე ეს ჩემი გათვლილი ტრაექტორია ბიტის რო დაახლოებით აქ უნდა გავაჩერო, თურმე იმანაც მოდი ახლა და ბიტას გადავუღებო რა. ვინც და- გვიმონტაჟებს იმას მინდათ ხო? ეგ მასალა აქვს და ეგ ჩააგდე. 2 წავიდა წინ წამოწი ეს წინ წამოწი ის წინა არაფერი აი ნამდვილი კინოსაც ხდება. ხმა გავიგე რა ეგრევე, ხო ის ხმა რას არ უნდა გამეკო და კაცდა გაგურდა რა. ეგრევე მივხვდი რომ ვიღაცის სახე თავი არისო რა, მან დამოვისუნთქე. მაგრამ მე ლინზა რო დავინახე და ლასარა რომელმაც ყავისფერი ფერი. ყველა თვალის დახამხამებაზე სხვადასხვა ფერის იმებს ქმნიდა. აბსოლუტურად რაც ანუ გავარ ოპერატორის კამელეონი იყო იმენა. გავარ ოპერატორის უკან ძლივს ნაშოვნი ლინზა არის $1500 ნაშოვნი მე ლინზა მეტი არის რა არა იაფასიანი ლინზა იყო მაგარი იაფასიანი. არა ლინზები ძვირიღი ჩამი მე თავი ყოფილი დგავარ აი ხო აი ეს იქნებოდეს ახლა კუდუსუნის ძვალი აი ზუსტად ეგ იყო რა რომ დგავარ ოპერატორის უკან და აი უცებ ღიმილი მაქვს რა იმიტომ რომ ვიცი რომ კადრი გამოვიდა რა მაგრამ აი ესე მოდის ლინზა ზოგადად მინდა ვთქვა ერთი რამ რომ ეს პერსონაჟები ხო ანუ რეალობაშიც მეტნაკლებად ეგეთები არიან აუთ ხალხს არ ვასახიჩ. ხო ოღონდ ხალხს არ ასახიჩრებენ ანუ ხასიათებით და მიდგომით რეალურად ესეთები არიან და ბოგის ახასიათებდა ყოველთვის აი ეს იუმორისტული ნაწილები რა მაშინაც კი როცა პრობლემას ქმნიდა პრანკერი ხო? ერთ დღეს მირეკავს და პირველი მეუბნება აუ გეხვეწები არ გაბრაზდე რა და დაჯექი, მეთქი თუ გახარ დაჯექი. რატო რა ხდება მეთქი რა მე აი მეთქი რაღაცა მოხდა ეხა სიგიჟე რა და დავჯექი ესე და ჩემ ასისტენტს ვეუბნების მარაო გამზადე მეთქი რა ბიჭო შემთხვევით წინა კბილი დავკარგე და შეიძლება ვერ მოვიდე გადაღებაზე რა ქენი მეთქი ხო, არ ვიცი აი. დღემდე არა აქვს. ხო, შევსებული მაგ. ბიჭო შემთხვევით როგორ ვაშ გაგავა ადამიანი ბიჭო. შემთხვევით როგორ შეიძლებოდა რომ დაგვარდნოდა შევხედოთ ფეხი როგორ მოიდეხა. შემთხვევით მოგია რა. არა შემთხვევით კბილი დავკარგე ვერ იპოვა არა, ანუ როგორ ისე ჩამოუვარდა რომ არა, ვიპოვე. ვერ მიხვდა. გიდაგანა, ხო? ჩემი მაგრატელი. ძალადობა. და შენი ანაბეჭდები. ძალადობას გმოვთ. მე დავრეკ. მე მახსოვს რომ გადავიღეთ პილოტი. მაშინ ხა ესე გრძელი თმები დავალები მქონდა და რაღაც მომენტში რა ხა პილოტი გადავიღეთ. ცოტა ხანი კაი ხანი მომენტ სიჩუმე იყო რა. არანაირი სიახლე არ ჟღერდა და მეც რაღაც მომენტში რაც უცებ დამარტყა, თავი გადავიპარსე და აბსოლუტურად ყველა ვინ შემხვდა, ვაუ, ბოგ რა მაგარია, როგორ გიხდება და საღოლ და ყველა მაგქებს და თავი იმენა ეგეთი ვარ, რომ იმენა მაგარი ვარ და პირველი მიშო ვნახა და რას გავხარ, შეჩემა. მოხავს ლასარა, მე რა შოები ვიო რა. რას აკეთებ, ძმა, დავღუბე ბიჭო, მეთქი რა იყო? არა, რას გავხარ, მართლა რას გავხარ რა. ვინც არის ცით ქუთაისელი ვარ. და მე ცოტა ხანშია ლასარამ ნახა და ზუზა რას გავხარ ბიჭო რა. და რა გამიკეთე ეს სად არის? ესე პუწკები რო ხოდა სად არის? ეგ მომწონდა. არა, ეგ გიხდებოდა. გიხდებოდა. არა, მე მივეჩვიეთ უკვე მის გადაპარსულთან კი, არა, ძალიან არა. და ასე შემდეგ. სიტუაცია რა იყო, იცი რომ ბოგის ერთი კვირითად რო ხედავ გძელი თმები ქონდა წელამდე აი ესე შეეკრული და იმენა ანუ ვინც არიცით ბოგი არ არის დაბალი ადამიანი, ძალიან მაღალი ადამიანი და წელამდე ქონდა თმები. ეგ როგორ არ დაგენანა ბიჭო? აი ესე აუდექი და ეგრევე მოვიჭერე. შენ დიახ ზუსტად. არ წაიკითხო. გადიქე.
ეს სათაურით აქვს ხადაობები. შენ ამის კომპიუტერი უდანა. ხადაობები. შენ ამის კომპიუტერი უდანა. ბოგი. ღმ ხადაობები. მოიცა ბიჭო, ხადაობები კი არა. მართლა ეგრე. შეკრება 17:01 რაღაცა სიტყვაზე 2019 წელი. ამან ამდენი დალია და მე დათვრა. ვიდეოები გამის ბიჭო შენახული. რა ვქნა მე ეს ორგანიზებული ადამიანია. ავადმყოფურად ორგანიზებული ადამიანია. აუ რა ისე ის ხარ რა ქვია იმათ ყველა ციკები რო აქვთ ყველა შუა სწორად. ციგიანი ადამიანი. არა, პერფექციონისტი. ხარ პერფექციონისტი? კი. უთველია. ორი ჩაუსვით ესეც ამ იდიოტს. აი გუნდერებში ჩავსვათ ბოლოს. სათხარ ჩიპი. პოდკასტი მოიცა. არ უნდა მაგარი. პოდკასტი კადრი პირველი დუბლი მეოთხე მე მინდა. აუ ეხლა დიდი ხანია ვზივართ რა და კი ესე რაღაც თითო ჭიქარად შენც დალია სულ რაღაც ჩემსაც უკვე 2 საათია გაზი გაული. სასმელი მესი ამოვნებოდა რა. მეც. შემოგვაწოდ. აუ შემოგვაწოდეთ. მე რა ნაგლევე კაია. დღეში. ხო. რუსამნენ იმას. ზოგი შენ ის არ არის? არა ესე. მადლობა. უგებრიელესი კოქტეილებისთვის ისევ და ისევ მადლობა ბარ სას. სკოჩი სახლივით გარე. გაუმარჯოს საქაურობას გაუმარჯოს ჩვენ წამოწყებას გაუმარჯოს. ყველა დასწრეს საზოგადოებას ასევე გაიმარჯოს თქვენ უპირველეს ყოვლისა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. საწულის გარეშე მივიდა. ლამაზებო და მშვენიერო. ის გემრიელია. ვიცი რომ გემრიელია просто საწული არ მოყავს. მოკლედ ისტორია. არა კაცურია მაინც საწული. არა კაცურია საწული ჩვენ უკაცრავად ვისაუბრობ. და თქვენთვის. გაიგეთ, გაიგეთ. ანუ მე ადამიანი რომელიც საზოგადოებას ზოგადად მე მართლა არ მაქვს საწუპები დალევისის. ამას ურჩევნია რომ აი ეს გააკეთოს. ხო, აი. რატო არა ძმაო, საწრუბი ცოტა ისეთია. არის საშუალება რა. კაცი მოიტანე, ამარა. ხიფი ბარა ხიფი. არის. შენი. თუ საწრუბით როგორ სწორია. გამომდინარე იქიდან რომ ფული არ ქონდა, ქონდა ძალიან ცოტა. ყველანაირ მეთოდს მიმართავდით, მათ შორის ტრანსპორტის არა. მათ შორის ტრანსპორტის საკითხში. ფული ცოტა გქონდა არა გქონდა თო ჩვენ რა ვიცი და ფული მარტო შეგქონდა. ხო. ამენავას ვერ ხედავ ტაკეთ ჭამი და ჩვენ და მოგირო აი როგორიც კაპატკოპი ცოტა ესი მორიდება იქო სამ ხმაში კაპატკოპო მე გოგო სამი გოგოა მარტო გადაღებაზე და სამი ესები ჭამს როგორიც და ჩვენ როგორ ვარ იცი ფათაშორის კაპატკოპის გარდა მე ერთი ერთი просто მაქსამიდან რომელი იყო არ ვიცი ჩემი იქნება ნახე აქ სიტუაცია აშენი იქნებოდა ან ალექსასი იქნებოდა ან ნიკასი იქნებოდა რომელი იყავით აღიარეთ ჩვენი იყო ალექსი იყო ხო ჩვენი არ ჩავდა ალექსას ნაჭამიმებს ჩენჩოებს აძლევენ და წუწნის მე მარილი მანქანა იქირავე ლარ ნახევრად მე მანქანა ვიქირავე ლარ ნახევრად იმიტომ რომ ნახე ხა ვისაც კი მივმართე მაი ავტოზე, ყველა ხელა თანხები მომიხია და ბოლოს ჩემ მეზობელი, რომელიც არ იყენებდა მაგ მინივენს, ჩემ მეზობელს თხოვე რომ აი თუ შეგიძლია რომ აი თვეში ამდენს გადაგიხდი, რამდენიმე თვე მჭირდება მინივენი. მოიძე 3 თვე მჭირდება თავიდან უთხრა. თავიდან უთხარი 3 თვე მჭირდება მეთქი და გადაღებები გაგრძელდა 9 თვე. მართალია. მეც ეგრე დამკერა თავიდან რო იცოდეთ. ყველა ეგრე დავკერე რომ სულ რაღაცა 3 თვე 4 თვე მაქსიმუმ არის. რომ მოუკვდეთო 4-იო თან. არა ხო, დიდად არ შეგაწუხებთ მეთქი და საბოლოოდ გადაღებები 9 თვე გაგრძელდა ყინვაში უბედურებაში და მაგ მინივენში. ძალიან საინტერესო მინივენი იყო რა. არ იქოქებოდა. ანუ რაღაცა რო გადაწევდი, ხო? მერე უნდა ჩაგეჭირა გაზისთვის.
მერე აქ რაღაცა სეკრეტები ქონდა ეგრეთ. მერე აქ რაღაცა ღილაკი ქონდა იმისთვის უნდა ჩაგეჭირა ჩაგეჭირა ეგ თემა და იქოქებოდა, მაგრამ ну აი ძალიან უბედური მინივენი იყო რა ვიცი სურათი ან ვიდეო თუ მაქვს რატო ყველაფერი ეთეოდა და გიგე ყველაფერი ანუ ნახე ჯერ ყუთები ქონდა სადაც რეკვიზიტები ქონდა შევაგებული იმის ზემოდან დასაცველი ქონდა და იმის ზემოდან ხაჭაპურები დალობია ერთი რომ მკვდარი შეიძლება ეგდო მაგრამ ერთი რომ მკვდარი შეიძლება ყოფილიყო ჩვენც რა თქმა უნდა გზავრობით მაგით და მანქანა დადიოდა განსაკუთრებით აღმართებზე აი ესე აღმართებზე მიშო ჩამოდიოდა და აწებოდა მაგრამ ყველაზე საინტერესო საკითხი ის იყო რომ მაგ მანქანაში მეტი რომ არაფერი არ შეიძლებოდა დატეულიყო ჩვენ მანდ მაინც ვახერხებდით და ვატევდით ლენას ჯოხს ლენას ჯოხი რომელიც ფაქტიურად არის აი ამ მაგიდის სიგრძის და ხელა ამ მაგიდის სიგრძის მრგვალ მაგიდაზე ლაპარაკო დიამეტრი აი მათემატიკა ვინ არის ის მეგობრებო მინდა გითხრათ მე მათემატიკაში 2-3 ვიყავი გეტყობა სახლი გაყიდე სერიალის გამო ხოდა ამ ყველაფერთან ერთად ლენას ჯოხის ჰქონდა ჩატეული მან უბრალოდ ლენას ჯოხი არ ეტეოდა უკან საბარგულში და გვიწევდა რომ წინ ჩაგვედო და იქიდან ну ათელის ხან ღოლის პარესიდო ხან შუაშიდო ხან სადღაც კავშირ ტრაქში გვეტანებოდა ყველა ყველას ერჭებოდა ეგ ჯოხი ტრაქში მე არ შემოჭობია თქვენ თუ გერჭობოდით შენ ალექსის მანქანით მოგზავრობდი ძირითადად კომფორტულე სად ალექსის სიყვარული თაკედან ჩვენს ალექსი ჭრელათი ალექსის ჩვენს მინივენში ვინც ჯდებოდა ყველა მონათლულია მაგ ჯოხით მინდა ვთქვა რა შეხება ბევრს ვლაპარაკობ. ასურას ისტორია. მოგეხსენებათ ლენას და ასურას ნადირობის სცენა იყო, რომელიც გაგვიგრძელდა რამდენი ხანი? 2 დღე. ხო, 2 დღე გაგვიგრძელდა დაახლოებით და ნუ აი იმიტომ რომ ერთი კადრი არ მოეწონა ბატონ გიორგის და ხა იმ ჯოხს კარგად არ ურტყავდა რა და ანუ თავიდან გვაჩხუბა დედას ვიცავ ერთი დღე რო ვიჩხუბეთ მეორე დღე თავიდან ვიჩხუბეთ ხო, იმიტომ რომ მინდოდა რომ მაქსიმალურად კარგი გამოსულიყო და ერთ-ერთი შესვენება არის და ბატონ მიხეილს მოშივდა. ზოგადად არ შევდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობდი გადაღებებზე რა ვქნა. ხო, ამ შემთხვევაში მოშივდა და მე ვუთხარებ ჩემთან საკონდიტრო არის ერთი ძალიან საყვარელი მეთქი და იქ შეგიძლია მიხვიდე მეთქი. უბრალოდ შესვენება იყო სულ რაღაცა 10-15 წუთი და ვერ ასწრებდა გამოცვლას. მიშო ზმანში ანუ და მიშო ასურა ანუ იმ მომენტისთვის არა მიშო არამედ ასურა. ქალბატონი ლამა აღვლინდა რა გითხასე. ქალბატონი ლამარა არის რომელიც მუშაობს მაგ საკონდიტროში და როგორი ქალი არის იცი? უსაყვარლეს. ძალიან ჩუმი. ეს წყნარი შვიდი ისეთი და პლუს ამას სრულწმენების ეშმაკების და ეგეთი რაღაცეების ჯერა. შავმა კატამ თუ გადაურბინა, კი, მარილი მარცხენა მხარეს სამჯერ და შედის მიშო. რატო იცით ბიჭოი? და შედის მიშო. წარმოიდგინე. ფორმაში, ჩაშავებული თვალებით, ნიღბით ესე და ნელა ნაბიჯებით დგავ და ეს ქალი უკვე ნუ პიჯვარს იწეს რაღაც და ასე დღეში არის რა. და შენი აზრით რას ეტყოდა? 3 ვერსია. ვინ? მიშო ქალბატონ ლამარას რო დაადგა თავზე და ქალბატონი ლამარა რო არის ძალიან შეშინებული და ამისა ეგზორცისტი გამოიძახოს შენი აზრით მიშო რას ეტყოდა? მიშომ შეუკვეთა? არა, ხო რა, აი რა შეუკვეთავდა მიშო? მოკლედ. თეკიდია. ერთი მცხეთური. ერთი ლოპიანი ლორით. არა, 2 ლოპიანი ლორით. და აი ეს პონჩიკი მომესით ქალბატონო. არა. ახლასაც გამიცხელეთ. მესამეში რაღაცა ახლოს იყავი, მაგრამ არა. პონჩიკთან ახლოს ვიყავ. არაფერი არ უნდა და გარდა ერთი მარწყვის ტორტინი. ჭიქის თურმე. მარწყვის ჭიქის და მარწყვის ჭიქის ტორტინი. აუ და მეყვარ ჩინური და ნამუ. აუ ჩინურები მეც მაგად მევას. ქალბატონმა ლამარა მერე დაკეტა ეგ საცხოვრებლად. და წავიდა მონასტერში. და სხვათა შორის ის ღამე იყო, როდესაც ბატონი მიხაილი გაგვიხდა ცუდად. შაურმების ჭამის სცენაში თქვენ გგონიათ, რომ ასურა ძალიან გემრიელად მიიღნებს შაურმას. რეალურად ასურა არის ძალიან ცუდად. იმიტომ რომ მაგ მომენტში ახალი ნაჩხუბარი იყო, დაღლილი იყო ეს და
ეს უნდა ნახოს მაყურებელმა ტიპი ჭამ შაურმას რა და ერთი წუთიო რა გვეუბნება და ყველანი გავჩერდით რა ხდება რა ხდება რამე არასწორად მოხდა და თურმე ბიჭო მისა აბრად გაკეთე და უცებ აკეთებს ესეთ რაღაცას მოს შაურმა უჭირავს ოღონდ ხელში რა და ლენა ვერ ხვდება რა გააკეთოს ეხა კადრიც არ უნდა რომ ჩაშალოს და ეფერება ეგ ჩასმულია? დედას გეფიცები ვიდეოს ჩავაგდე ეფერება ესე რა ეგ მოიც სერიალში არის? არა სერიალში არა კადრს მიღმა რა შეიძლება იყო ნანახი არ ესეთ გას და ეფერება და მიშო გავაგზავნოთ ლენა კიდე უფრო მაგრად ეფერება მე ესე რა და ცოტა მე ვეუბნები მიშოს რომ მიშო თუ გინდა ცოტა ხანი გავჩერდეთ მეთქი და არ არის პრობლემა გავთიშავ კამერას მეთქი და ჩუმად მივდივარ ალექსის თავეუბნები არ გათიშავ გადაუგე ერთი ხუთჯერ მაინც ბოლოს აკატავა გადაიღე შაურმა აკატავა არ ცოცხალი თავით არ ამოიღო რა? აიდა. აღარ მინდა მეტი. ცუდად არის. გადმოაფურთხე ვიშო ერთი გადაღებაა კიდე ვაყინავსა ესე ჩამწკრივებულებით გავართ ერთი სული გვაქვს როდის მორჩება და შორიდან ანუ ის არის რა ცარიელი ადგილია ძალიან გვიანი არის მანქანა საერთოდ არ მოძრაობს და აი შორიდან მოდის ესე ფარები ანთებული აქვს რაღაცა მუსიკა ისმის იქ საკაიფოთ რაღაცა და აი ეთყობა რომ შიგნით კარგად ჩაფუთულია რა ტიპი რა აი დაუწყლილი ტელეფანჯრები და ესე ხომ მოაყენა ესე გვერდიდან და შუშას ჩაუწია გადმოყო ღიმილით ესე გვიხურებს რა და ამუღამა კამერები და ამუღამა ნირგვები და გვამუღამა ჩვენ კინოს იღებთ ხლები აუცია და წავიდა გაიხარე ძმა მან რეაქცია ის იყო რომ იმდენად დაღლებული რა მშივრები არა პროსტა არაფრის ტრაკი აღარ პროსტა ანუ შოკი დაგვემართა ანუ ძმა არა ოღონდ სახე წავიდა იმენა დაგუცინა და წავიდა რა თვითონ სითბოში იყო კარგად იყო ნაჭამი იყო ეზე იყო და ფოტოშოპში შენზე და შენ ძმაზეც მინდა რომ უყვე ერთი-ორი ის აი ნუ მოგეხსენე როგორც ეგარ ვახსენე როგორი ტიპებიც არიან პერსონაჟები ეგეთები არიან რეალობაშიც და მე როგორც მიშლიან სულ ესენი პირველი შეკრება გვაქვს რა აი უნდა დავიწყოთ და გიორგი გხოდავს რომ აი ჯანზე და შეგვილია და 3 თვე მაქსიმუმ 4 დაგჭირდეს და აი ენთუზიაზმით აგვავსო რა იმე ლიდერია რა ეხა ძმები უნდა იყოთო და ეხა მე და უჩა დაგვაჯახა ერთმანეთს რა მე და უჩა მესე ძმები უნდა ვიყოთო და ძმები ვარ და ხელი ჩავარტყით და ავცანცარდით იმ წამსვე და უჩას ვეუბნები რომ აბა მიდი მანახე რა ძალა გაგხეთკი და ესე ხელი გაუწვდინე რა მაქსოს უჩა მიმენა ანიმეებში რა ხო იცი აურა რო ფეხებიდან იწყება და ზუმ რა გააკეთა და ხელი წამოიღო და მოაქვს ბიჭო და ხვდები რომ მართლა მოაქვს და არ მინდოდა მართლა უჩა მართლა არ მინდოდა რა და უცებ ხელი გამეწია და უკან ბეტონის იმას უჩა შეუძლია ოთხალის და ხელი რა გადახსნილი და პირველი ხელი დაუსივდა და შემოდის და სელფეთი არა მაგის ვიდეოც ვარ მაგასაც აუ ძალიან ცუდი მომენტი იყო და ბიჭო ამოს ახასიათებდა აი არ ვიცი სულ ხელს მიშლიდნენ გადაღებაზე რა სულ ნერვებს მიშლიდნენ და სულ გადაუდნენ და ერთი სცენა ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული დრამატული სცენა არის რა და აი ყველანი ვართ აი ესე ყურადღებით ვუსმენთ და უცებ იქიდან სადაც ეს ძმები არიან ისმის ვეკითხები თან ჩუმად ხმას ვერ ვიღებ იმიტომ რომ ხმა იწერება რა და ასისტენტს ვეკითხები რა ხმაურიაო და ასისტენტი მაგიშნებს გავიხედე და ეს ორი ეს და მისი ძმა
ჯეირანი წაგე სახეში ტყლაში ჯეირანი შენ წაგე სახეში ტყლაში გასულ თუ არა მხოლოდ ჩემზე გამოგდება მე გამიგებ რომ გამოსავალი არ გავს თაკეთებდა ის ხვა სამკაჩარდა უალფეში თავად აღმოჩულა შენ თავსი იყოს გამოვოდი აი მეთქი მოიცა ვამთავრებ რას ვამთავრებ ბიჭო ნორმალურ თუ ხარ მე და ქარხნის სცენა თუ გახსოვთ ქარხანაში აი ესე ჩამწკრივებულები რო არიან მონადირეები ნიღაბი დაგრჩა შეჩემა ხო აი შენელებულ კადრში რომ მოდიან და რაღაცა აი ვეუბნები რომ აი წამოდით მეთქი თითქოს რომ აი უნდა დაიპყროთ რა ყველაფერი მეთქი და ბაზარი არა მოემზადეთ ახლა ფსიქოლოგიურად ბოდიში ის რა არის მოემზადეთ ახლა ფსიქოლოგიურად მაგრად ის ეს მეთქი და ლაზარუსი დგას. ერთი მოწე მარტო ყოველდღე 3-3 მოწევთ და. ჯიგრებო, მე ვლაპარაკობ თუ ფიქრობ. ამირან გულში მღეროდა. გაიგზელა. ლაზარუსი დგას და ყველა როლში შედის, მაგრამ უცებ ლაზარუს გვერდიდან ესმის ამისი და ამისი ძმის დიალოგი. ბიჭო, მოდი ახლა მე შენ ტრაქს მოფხარ. და მე შენ მომხანე. ბაზარი არა. არა, ყველა დებილობაში ვეთანხმებოდი. არა, მოიცა. მოდი ჯერ მე მომხანე. მე შენ მომხანე. და მე ორივე ერთად იმას მომხანოთ. იმას ვინ იყო ლაზარუსი. და დავაიო. და უცებ კადრი დაიწყო. ანუ დააჭირეს რეგს და კადრში ვხედავ, რომ ორი ძმა დგას ესე და ლაზარუს ტრაქს ფხანი. ბიჭო ბაზრობე მოდი მე შენ ტრაქს მოგხანო და შენ მე მომხანო ჩავიწე ამაზე ბაზარი მიდის ამაზე ვისმენ მე და ორივე ერთად ჩვენ გხარს არა მარტო მე ვინ მოგატყუა აი ხო და ლაზარუს ტრაკი არ ვარგა პირდაპირ გეტყვი მე ლაზარუს ვეკითხები რომ რა ხდება მეთქი და ცოტა არა ატყვა გაუტყვა მოიცა მორჩებია შენ რა გადარჩენილი ხარ არა მიშა ძალიან ბევრჯერ გვაჩერებდა რომ მე ესენი ძალიან რომ ვიხრათ ვიგერა 13 თვე უეჭვდა გაგიწერა აი მარტო წარმოდგენაც არ გაქვს აი აისბერგის წვერი გაქვს მარტო ნანახი ძალიან რაღაცაში გადაჩერა მეორე სეზონში კიდე უფრო მოგიწევთ გაჩერება იმიტომ რომ მანდ უკვე ბიუჯეტი აღარ გვეყოფა თქვენ სისულელებს რო უყურო ოსულა ბაიბერსაში მეც ვაყვებია ბიჭო ეხლა მე მაქვს თავარი შეკითხვა შენთან რაც მაინტერესებს რა შენ ეხლა ვიცი რეჟისორი ხარ და ფილმოგრაფიაში კარგად ხარ რაში ფილმოგრაფიაში და სხვათა შორის გიორგი ჩემთან თანაცხოვრების რა კატეგორიებს უყურებ მე მაინტერესებს ჰენტაი ძირითადად მე მაინტერესებს მართლა ეხლა გულახდილად ამ თემას არ შეხებიო შენთან არის ვოლტერ ვაიტი გამოიყენა სიმართლე უთხარი ისე რომ ხალხს ტყვილი ეგონა მე მაინტერესებს რა კიდევ ჩანტაში ნახევარი მილიონი ქეში ფილმი რაც გაქვს ნანახი ჩემი ტოპ 3 ქართული ფილმი როგორც რეჟისორს თავისი მაინტერესებს ცისფერი მთები ცისფერ მთებში ცისფერი მთები აუცილებლად გიორგობის თვე მიყვარს ძალიან ისეთი ცოტა ის არის ხო მნიშვნელოვანი სათქმელს ატარებს ცოტა მძიმე ფილმია და კიდე აი მესამე ადგილზე დიდი მწვანეველია არა ჩვეულებრივი გამოფენა კარგი ძალიან კარგი შავი ტეტრი გენიალური შავი ტეტრი მომაშორეთ ეს მაინტერესებს გამოფენა ძალიან კარგი სამომავლო გეგმებში მაინტერესებს აი ამის მონადირეების სიტყვაზე მეორე სეზონის გადავიღეთ ის გეგმებში ხო ეს ფილმა და არ ფიქრობ რა ეს ღამის მონადირეების რა გინდა რომ გადაიღო ზოგადად ღამის მონადირეებს არა რა გინდა რომ გადაიღო მომავალში რა იდეები რა კატეგორია ხო ზოგადად ღამის მონადირეების ჰენტაი ზოგადად ღამის მონადირეების 3 სეზონად მაქვს ჩანაფიქრში. თუ სიტყვაზე მეორე სეზონი გადავიღეთ, მესამე სეზონი არ ვიცი, ფიქრობ, ან იყოს, სეზონი როგორც სერიალი, ან იყოს როგორც ფილმი.
ჩემი ფილმ იმიტომ რომ მესამე სეზონში სრულდება ყველაფერი და რაღაცა არა, მესამე სეზონი ეპიკურად უნდა დასრულდეს და მთელი ამბები, მაგრამ სამ სეზონად გვაქვს. სამი სეზონი მე ვარ პროექტში, რომელზეც თითქმის არაფერი არ ვიცი, ეგიც. მე არ შეიძლება ნანახიც არ მართლა, ანუ ძალიან სცენარს კითხულობდი წინა დღით, სანამ რაც გადაღება მქონდა და ჩემი პარტნიორი რას პასუხობდა, ეგეც კი არ ვიცოდი უმეტესწილად. არა და დეგენერატი დამყავდა სულ რეპეტიციებზე და სულ ვამუშავებდით. ისე კი არ იყო რომ წინა როგორც იციან ხოლმე წინა დღეს რო აგდებენ ხოლმე სცენარს და იმავე ღამეს რო ეუბნებიან რომ აი შენ ამ როლს თამაშობ, ეგ არ არის პროფესიონალიზმი. ეგ ძალიან სულ პროფესიონალიზმი არის, როდესაც მსახიობს ხო, ჯერ ერთი პატივს წემ, რომ წინა ღამეს არ უგდებ სცენარს და იმავე დილით არ სწავლობს და ასე შემდეგ. არამედ რეპეტიციებზე უნდა იაროს მსახიობა, უნდა გაითავისოს ეს როლი და მხოლოდ ამის მერე ითამაშოს უკვე მოვიდეს გადაღებაზე. წინა ღამეს ჩაგდებული როლი არის არაპროფესიონალი. რა თქმა უნდა, ეხლა გამოცდის წინა დღესო ჩაუგდო რომ ეს თუნდაც ეპიზოდური. არ აქვს მნიშვნელობა რა. არ არსებობენ დიდი და პატარა როლები, არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები. მე მაგ ბლიცი მიცავდა სამომავლო მაინტერესებს რაღაც. ხო და სამომავლო ღამის მონადირეები რომ მორჩება, ღამის მონადირეების იქეთ. ჩათვალე მორჩა ღამის მონადირეები. ღამის მონადირეები რომ მორჩება, თუ რა თქმა უნდა მომეცემა საშუალება და ჩემი ქვეყანა მომცემს იმის საშუალებას რომ კინო ვაწარმოო, აუცილებლად მინდა აი ცოტა წარსულისკენ გადავიდე, ვაჟას პოემებიდან, რომელიმე მინდა გადავიღო თანამედროვე სტილში პროფესიონალურად, სიამოვნებით გადავიღებდი, რავი, აი, ცოტა ისეთ სიყვარული ვენახშის რემეიქს. არა. კი, რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება მინდოდეს რა დიდოსტატის მარჯვენა გადავიღო და ვეფხის ტყავსარი და ასე შემდეგ, მაგრამ მაგას მართლა ჰოლივუდის ბიუჯეტი უნდა, რაც თუ ჩვენს ქვეყანაში კინო არ აღორძინდა და როგორც ესპანეთმა გააკეთა, როგორც სამხრეთ კორეამ გააკეთა და როგორც თურქეთმა გააკეთა მათ შორის, რომ კინოს ხელოვნებას მიაქცეს ძალიან დიდი ყურადღება, მანამდე არ გვექნება იმხელა ბიუჯეტი, რომ ამხელა პროექტები ვაწარმოოთ. მაგრამ პატარ-პატარა პროექტებიდან შესაძლებელია დაწყება, თუნდაც ვაჟა რო ახსენებ, თუნდაც აი რა ვიცი 1000-ნაირი მოთხრობა, 1000-ნაირი პოემა, 1000-ნაირი რაღაცა შეგიძლია ნახო, რომ გადაიღო. და ხო, გამოიყვანო ქართველი როგორც გმირი. გამოიყვანო ქართველი როგორც ბრძენი, იმიტომ რომ სიბრძნეც არ გვაკლია ჩვენ, მებრძოლი და ასე შემდეგ. ქართველი არ უნდა გამოიყვანო როგორც ნარკომანი, როგორც ქუჩის ბიჭი, როგორც რაც ბოლო 1-30 წელია როგორც მარტო ეგტრიალო. სირი არ უნდა გამოიყვანო ქართველი რა. მე ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ქართული კინოსი და სერიალების არის ეგ, რომ ქართველი არის ან ნარკომანი, ან არაფრის გამკეთებელი, ლოთი, სირი, რა ვიცი მე. შიშლა, შიბლა, ბალაფა. ყველანაირ ასპექტში გამოიყვანეს ქართველი გარდა გმირისა. ბოლოს რაც ვნახე, სადაც ქართველი მართლა გმირი იყო, ის იყო ტიფლისი და ქერჩი იყო. მაგის მერე და ეგეც ხო, კაი. ეგეც შეწყდა და ნელ-ნელა გვანიშნეს, რომ ის არისო. გაგათეთ მაჩო გაგათეთ. ხო, რა ნელ-ნელა წავიდეთო ბოლოსკენ და პატარა უცებ ბლიც მოგიწყობ და დავასრულოთ რა. უმარტივესი ბლიცია. ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი აირჩიე, ან კითხვაზე გამეცი მარტივი პასუხი რა. დათხარ? დავай. დღე თუ ღამე? ღამე. ბილიარდი თუ ბოულინგი? ბილიარდი. საქართველო თუ ესპანეთი? კარგი ხარ, უკვე კარგი ხარ ამ პასუხზე. უშერა დამპალი ხარ. საქართველო. კარგი ხარ. ფილმი თუ სერიალი? ფილმი. ფილმი თუ თეატრი? ფილმი. ანუ კინოთი. კასტორი თუ პოლიუქსი? უჩა მაპატია კასტორი. და არა იმიტომ რომ შენ აგზი ხარ. ვიცი. სულ ეს მაინტერესებდა. შენ პირდაპირ ბოლო კითხვა გაინტერესებდა. დანარჩენი უბრალოდ გართო დღების გადატანა იყო. აი, ტოპ 3 ტრილოგია. ბეჭდების მბრძანებელი. Back to the Future ალბათ. უკან მომავალში. კარიბის ზღვის მეკობრეები თუ შეიძლება რომ ჩავთვალო როგორც ტრილოგია და დავივიწყოთ რომ მეოთხე და მეხუთე ნაწილი არსებობს კარიბის ზღვის მეკობრეების, მაშინ კარიბის ზღვის მეკობრეების ტრილოგია. ტარანტინო თუ ნოლანი? ნოლანი. ტოპ 3 სასმელის ბარემ მითხარი?
ვისკი და ვისკი. კოლაიტე. ხალხ. მე გვინდოს. ვისკი, კოლა და ტეკილა. გენიალური ხარ და მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ურჩიო ფილმი, რომელსაც აუცილებლად ნახავენ და წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ. ევარდო სანიძის ბაძავს თუ რაში ეს? არა, ვაფშე. გიორგის დიდი პატივისცემა არც ერთი შენი გადაცემისთვის არ მიყურებია. ამას ვერ ვიბაძავ. მე მიყურებია და დიდხანს უყურებ ხოლმე პოდკასტები. მაფატია გიორგი. მაგრამ სერიალი ძალიან მომეწონა და გიორგის ვთხოვთ რომ კარგი, მოიცა ფილმი, რომელსაც აუცილებლად უნდა უყურო და წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ. ნებისმიერი რა ჩენგი? აი შენი რა, შენი სამაგიდო წიგნი რა არის მაგალითად? ესე სამაგიდო წიგნი რაღაცა კონკრეტულად არ მაქვს, მაგრამ რა ვიცი. ცოტა სახე გამიხსენით, ან გიყურებენ. აუ, სხვათა შორის უყურეთ დემიენ შაზელის ფილმებს რა, ესენი არის ვიფლეში, ბაბილონი და ლალა. აუ, კარგია, მე ვიფლეში მომწონს. ბაბილონში მომწონს ძალიან მევასე. ბაბილონი არ ნახე? ბაბილონი არ მახსოვს, ნახე. ბაბილონი არის გენიალური რა. კარგია? კაფე. და აი მეც რაღაც ახალი გავიკეთე. ეხლა შეიძლება დამცინოთ, მაგრამ ბოლოს რაც წავიკითხე, იყო შიმშილის თამაშები. ხო. არა, რატო უნდა დაგცინოთ? არ ქონდა აქ წაკითხული ფილმებიც არ ქონდა ნანახი რა და მეთქი მოდი სანამ ფილმებს ნახავ ჯერ წავიკითხავ წიგნს და მე ფილმს რომ უყურებ შევადარებ აი მე როგორიც წარმოვიდგინე თუ ეგეთი ქონდა წარმოდგენილი აგერსაც და ასე შემდეგ ჯერ წავიკითხავ ამას აქ სია განსაკუთრებით სია რასაც უნდა უყურო სერიალი მე მივხვდი რასაც უნდა უყურო რასაც უნდა დაახლოებით არის 250 ადგილზე და მიყვება პირველად ანუ გეუბნები არა აუწყობია შენ ორგანიზებული ადამიანი და დავი განსაკუთრებით თალამოქცეს და ჯანი რომ ეს ყველაფერი აასრულო გიორგი რა განსაკუთრებით ახალგაზრდები რომლებიც გვიყურებენ და განსაკუთრებით ახლა ვინც მიხვდა ჩვენი სერიალის თემატიკას და ასე შემდეგ ხო ურჩევდი რომ შიმშილის თამაშები წაიკითხო აუ კარგია ძალიან კარგი ეხლა ბოლოსკენ რას ეთქოდი მაყურებელს ბოლოსკენ რას ეთქოდი ასევე პოტენციურ სპონსორებს სერიალს კი ბატონო ბოლოსკენ მაყურებელს ეს ძალიან ბოლოსკენ მაყურებელს ბოლოსკენ მაყურებელს ვეთქოდი რომ ძალიან დიდი მადლობა ვერჩი დგომისთვის მართლა ძალიან დიდი მადლობა თქვენ რო არ ყოფილიყავით აქამდეც ვერ მოვიდოდით და იმედი არ დაკარგოთ რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ შრომობთ კიდევ წვალობთ იმისთვის რომ მეორე სეზონის დაფინანსება ვიშოვოთ და რას ვეთქოდი პოტენციურ სპონსორებს ვეთქოდი რომ შეიძლება ვერ ხედავთ ან შეიძლება რავი გიჭირთ დაინახოთ აი როგორ შეიძლება თქვენი კომპანია ინტეგრირებული იქნეს ჩვენს სერიალში, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ძალიან კრეატიული ხალხი. ამაზე უკეთესი საშუალება ძალიან. ამაზე უკეთესი საშუალება, რომ თქვენი კომპანია გახდეს ამ პროექტის ნაწილი, ამაზე უკეთესი საშუალებას სხვა ესე ფრილანსერ ფილმეიკერები ასე რომ ვთქვათ, ვერავინ ვერ მოგცემს რა. რამდენი უცხო სიტყვა თქვა ერთად. ჩვენ ამ შემთხვევაში საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ და საუკეთესო კრეატივს შემოგთავაზებთ, როგორ შეიძლება თქვენი პროდუქტი იქნება თუ კომპანია ჩაენერგოს ჩვენს სიუჟეტში. ისე რომ ესე თქვენც კმაყოფილები იყოთ, რა თქმა უნდა და ჩვენც და მთავარი სიუჟეტი რაც არის, ეს სიუჟეტი წავიდეს ის გამომიცვალეთ რა. როგორც საჭიროა. ამიტომ ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ გაქვთ და თუ დეტალურად გაინტერესებთ როგორ შეიძლება რომ მოხდეს ამ ყველაფრის ინტეგრაცია, ჩვენ შეგვიძლია პრეზენტაცია წარმოგიდგინოთ. ეს არის და ეგ. დაასპონსორეთ ღამის მონადირეები. კი ბატონო, დაასპონსორეთ ღამის მონადირეები, მე ასევე მადლობა მინდა გადავხატო კიდევ ერთხელ. იმ ადგილს ჩვენ სადაც ვიყავებით, ბარის სახლი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბაქოს ქუჩის 20B-ში. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ მაფია, პრომაფია. ასევე დაესწროთ სხვადასხვა ივენთებს, ჩემ ლაივებს, თუნდაც, რატომაც არა. მოგზანდით, მომისმინეთ, შემაკეთ, რო შემაკეთ, არ გამაძღეთოთ სტილობის პარკლებში. სხვა შეზა ესეც და ჩემი მონადირეები ყველანი აქ დაგხვდება ხოლმე, ჩემი მონადირეები. ჩემი მონადირეები. ჩემი კუკარაჩა, ჩემი კუკარაჩა. ჩემი ბახა. ასევე მინდა ზუსტად ეგ იყო. ასევე მინდა მადლობა ეგო მოიღო და ასევე მინდა მადლობა გადავხატო ჩემს ბენზე. მაყურებლებს, რომლებიც გულმოდგინედ გველოდებიან. მე გეტყვით რომ მეორე სეზონი იქნება ჩვენი ძალისხმევით თუ
ყველაფრით. ყველა ვარიანტი უნდა იყოს მეორე სეზონი, იმიტომ რომ იმდენი ხალხი გველოდება. ძალიან ბევრს ავყავთ გამოწერილი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გველოდება. ნახვებმა თავისი გააკეთა ჩემი აზრით. ნახვებმა თავისი გააკეთა. ძალიან ბევრი ადამიანი გველოდება. მინდა რომ მათ იმედები გავმართლოთ და გამოუშვათ მეორე სეზონი, რომელიც პირველთან შედარებით მინიმუმ 10-ჯერ უკეთესი იქნება. აი პირველი, აი მინიმუმ. რამხელა თქვენ ვერ წარმოიდგინეთ ხალხო, პირველ სეზონსა და მეორე სეზონს შორის რამხელა სხვაობა არის სცენარული კუთხით და იდეის კუთხით. მადლობა. ძალიან კარგი გამოვიდა ჩემი აზრით. მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემს დანაწამყავს ბიოტლის. ჩვენ შევხვდებით და რა უნდა დავიწყოთ მაყურებელს, გამოიწეროთ ჩვენი არხი. დაგვიწერეთ კომენტარები, რა სისურვებდით რომ შეგვიძლია ასევე შემოვაგდოთ ნებისმიერ მომენტში ეგრეთ წოდებული random თემა, შეგვიძლია თქვენი კითხვა დაუსვათ სტუმარს, შეგვიძლია თქვენი თემით გავხსნათ გადაცემა. დაგვიწერეთ კითხვები, ჩვენ გახსნილები ვართ, რავი, მოგისმენთ, თქვენთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს პირველ რიგში. #დაასპონსოროთ ღამის მონადირეები. კი ბატონო, მოიცე წამი, სანამ დავამთავრებ. შენი საყვარელი ფრაზა რაც არის რა. რითი დამთავრებ ხოლმე ყველა გადაღებას. კარგია, მაგრამ კიდე ერთი. არა, ბიჭო. გადაღებულია, შეჩემა, გადაღებულია. მონადირული პოდკასტის პირველი პოდკასტი გადაღებული. მე ვიყავი მიშო, ეს იყო გიორგი და ჩვენ მალე შევხვდებით.